ცენტრალიზებული ხდება სისტემა, იმ სისტემის თავში თუ დასვავ ვიღაცას, ვისაც შეგიძლია უკან ნახო რა უნდა გააკეთოს ამ სისტემაში, ადვილად მოირგებს საკუთარ თავზე. ანუ წინააღმდეგობის შესაძლებლობა აღარ უჩნდება ამ სისტემას და ამიტომაც აი როცა ამბობენ ხოლმე ხშირად რომ აი სტრატეგიული ობიექტები გაიყიდა და ეს როგორ შეიძლება და რა შეიძლება აი მაგალითად ელექტროსადგური იყოს რაღაცა მთრული სახელმწიფოს რაღაცა კომპანიის ქვეშ აი სინამდვილეში ცენტრალიზებაც დაახლოებით ეგეთივე საფრთხე არის განათლების რომ თუ არ არის დემოკრატიული თუ იქ მშობელს არ აგავლენა თუ არის და საზოგადოებრივი დაკვეთის მიხედვით თუ არ იცვლება და პარტიის დაკვეთით თუ მუშაობს მაშინ ძალიან მარტივია რომ ეს სინამდვილეში უცხო ძალამ ჩაიგდოს ხელში და მე deep state არ იქნება ეს უცხო ძალა ნამდვილად იმიტომ რომ ეგეთ პრეცედენტები არ გვაქვს რომ რაღაცა ამერიკამ ხელში ჩაიგდო რომელიღაც განათლების სისტემა და მე გაამერიკელა ხალხი ეგეთ მაგრამ რუსეთს რომ უნდა რომ ჩაიგდოს ხელში სხვა ქვეყნის განათლების სისტემები, ამის პრეცედენტები უამრავია, მათ შორის საქართველოში გვაქვს გამოცდილი 70 წლის განმავლობაში.